საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. მე გიორგი დოლიძე ვარ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11.500.000 ლარით განისაზღვრა. გზის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში გურიანთელების საპროტესტო აქციით იმუქრებიან. სპექტაკლი ოიმბაზი დრამატული თეატრის სცენაზე. სკოლამდელი აღზრდა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, საჯარო მოხელეთა ხელფასები. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებაც მომავალი წლის ბიუჯეტი შეადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დასაწყისისთვის 11.500.000 ლარით განისაზღვრა. დღეს 2014 წლის ბიუჯეტის კანონ პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე შევიდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ახალი ბიუჯეტი 11.500.000 ლარითაა განსაზღვრული, რაც გასულ წელთან შედარებით 1.5 მილიონით მეტია. სკოლამდელი აღზრდა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, საჯარო მოხელეთა ხელფასებთან ერთად ის პრიორიტეტებია, რომლებმაც წლევანდელი ფისკალური დოკუმენტი შეადგინა. საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე მიიჩნევს, რომ ახალი ბიუჯეტის კანონ პროექტში მეტი აქცენტი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე უნდა გაკეთებულიყო. ძირითადი აქცენტი იმისათვის, რომ ძალიან ცუდი სოციალური ფონი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზღვევები და ეს ყველაფერი არის, მაგრამ პაციენტისთვის, ბენეფიციარისთვის მაინც მიუწვდომელი და ხელმიუწვდომელია წამლები და თუნდაც ის, რომ აი კონკრეტულად რაღაც ანალიზებზე პრობლემა არის, თუნდაც ოპერაციებზე და არის უამრავი მაგალითი, ამიტომ ვისურვებდი, რომ მაინც ორიენტაცია და პრიორიტეტი ყოფილიყო ჯანდაცვა და სოციალური დაცვა აი ამ ჩვენს ბიუჯეტში. პრიორიტეტულ სფეროდ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობა მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და არა საჯარო მოხელეთა გაზრდილი შტატები, რასაც მალე კანონი დაარეგულირებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებითაც იქნება, იმიტომ რომ ეხლა სამომავლოდ უკვე კანონი დაარეგულირებს, შესაბამის კვოტები იქნება შემოღებული, თუ რამდენი საშტატო ერთეულით განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგეობა და ეს შესაბამისად იქნება აუცილებლად მიღებული საკრებულოს ხმაზე და გატარებული. ანუ ახალი საშტატო განრიგი მოსალოდნელია. ოზურგეთის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის კანონ პროექტზე მსჯელობა სიღრმისეულად მოხდება. ბიუჯეტი კი სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება. სოფელ გურიანთის აჭარის უბნის მოსახლეობა საპროტესტო აქციით იმუქრება. ისინი უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. აჭარის უბნელებმა ჩვენ დასახმარებლად უკვე არაერთხელ მოგმართეს, თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩებათ. გზა გაუვალი და ტალახიანია. როგორც ამ უბნის მცხოვრებნი ამბობენ, შესაბამისი ორგანოებისაგან ყურადღების მიუქცევლობის შემთხვევაში ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც აჭარის უბნელები აღნიშნავენ, მათ ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია აწუხებთ და მათი მდგომარეობა, როგორც სოფლის, ასევე მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვისაც დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ გვყავს ჩვილი ბაღნები შიშით გზაში ვერ გამოგვიყვანიან, რომ კანაოში ერთჯერ ჩავარდენ, ორჯერ ჩავარდენ, გვყავს ავადმყოფები ვერ გამოდიან, რომ უცბად ან ფეხი არ დუსხდნენ, ან ჩავარდენ. თუ გაკეთდება დაბლა ქვემო მასში კუთხეში, ისე გაკეთდება ჩვენთანაც. გაკეთდება არა და პასუხისმგებლობა მაგათ აკისრიან ის თავრობის მიმართ, დიდი თავრობიდან, ჩვენც მოვთხოვთ მას პასუხს. თუ არ ღირს აქ ცხოვრების, აქ გზა არ გვეკუთვნის, სინათლე არ გვეკუთვნის, წყალი არ გვეკუთვნის, მაშინ ავდგებით და მოგვეცით უფლებამ გადავსახლეთ, სადაც წამოვედით იქ. თუ არა და მოგვაქციეთ ყურადღება. ბაღნებიანა ავდგებით, აკუნის ბაღნებიანა და ჩევალთა დავждებით რაიკომის წინ. გამგებლობა რომ უნდოდენ და დეპუტატობა უნდოდენ, ათიხებული ქონდნენ გზები, ამხელვანი კანოები ქონდნენ დაკეთებული, რომ ხმა მოგვეცით. თითო წელწადში 2 კილომეტრი გზა ეკეთებიეს. დღეს გზაც იქნებოდა, კვალიც იქნებოდა, აღარც სადაო იქნებოდა, არაფერი არ. რამდენიმე თვის წინ არჩევნებამდე ჩვენ მათი პრობლემა გავაშუქეთ და პასუხისთვის შესაბამის ორგანოებსაც მიმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ფაქტი მათთვის ცნობილია და პრობლემა უახლოეს დღეებში იქნებოდა აღმოფხვრილი. აჭარის უბნელები ისევ უკმაყოფილოები არიან. მათ დასახმარებლად ისევ ჩვენ მოგმართეს და ჩვენც ისევ და ისევ პასუხისთვის სოფლის რწმუნებულსა და დეპუტატს მიმართეთ. მერაბმჟავია ადგილზე არ იმყოფებოდა და არც სატელეფონო ზარზე პასუხობდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი უბნის რწმუნებულთან ბახვა კვერღელიძესთან შედგა. გადაწყვეტილება ჩაუტარდა სანიაღვრე არხებზე. გზის ნახევარი მოცულობა, გზის ნახევარი მოცულ გაკეთებულია. მაგრამ ამბოლო პერიოდისას რაღაც ტექნიკასთან დაკავშირებით ქონდა პრობლემები და ნამდვილად ყველას
სადგური ჩვენი საფიქრალია და ჩვენი გასაკეთებელია და ხო ვერ გვეტყოდით აი კონკრეტულად რა დროისთვის შეიძლება ელოდნენ ამ სამუშაოების შესრულებას და დამთავრებას? სამუშაოების შესრულებას ალბათ 2-3 დღეში დაახლოებით გამოგვიცხად ნამდვილად შევასრულებთ. აჭარის უბნელები როგორც თავად აცხადებენ, მოთმინების უკიდურეს ზღვარზე არიან. მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან სწრაფ რეაგირებას ელოდებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დღეისათვის 160 პროექტი განხორციელდა, ხოლო დანარჩენ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სრულდება მერია ლაითურის ხიდზეც. ხიდის დემონტაჟი თითქმის დამთავრებულია. ამ ეტაპზე განაპირა ბურჯების დაბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება ხიდმშენი ასრულებს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. მერია ლაითურში 150 მეტრის სიგრძის ხიდი გაკეთდება. მისი რეაბილიტაციისათვის მთავრობამ 2.346.225 ლარი გამოყო. ჩოხატაურსა და ოზურგეთში სოფლის მხარდამჭერი პროგრამა თითქმის დასრულებულია. ჩოხატაურში გამოყოფილი 636.664 ლარი გზების, წყლის სისტემისა და ქუჩის განათების რეაბილიტაციას მოხმარდა. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების კონტროლი და ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. გამოშვებას კულტურის თემით განვაგრძობთ. დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში სპექტაკლი ოიმბასი გაიმართა. ალექსანდრე ზაგარელის ცნობილი პიესა ოინბაზი დრამატული თეატრის მსახიობებმა არაერთხელ ითამაშეს და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. სპექტაკლში თავადი ალექსანდრეს და მისი მეუღლის ზონას სიყვარულის ისტორია ასახული, თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებულ კომედიური ჟანრის პიესაში ყოფითი ოჯახური პრობლემაა გადმოცემული, რაც ტყუილსა და ხალათს ეფუძნება. მსახიობებმა თავიანთი გმირები მაყურებლის წინაშე ოსტატურად წარმოაჩინეს. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და მოხარული ვიქნები თუ ეს სპექტაკლები ხშირად განმეორდება და ძალიან დიდი მადლობა სპექტაკლის შემსრულებელს, ძალიან ლამაზი შოუ გააკეთეს და ძალიან მეამაყება რომ ოზურგეთში ასეთი სპექტაკლები ტარდება და ბევრი ჩატარდება იმედი მაქვს. მოკლედ სულ ახლა დამთავრდა სპექტაკლი და ემოციებით დატვირთული ვარ, სხვათა შორის ძალიან კარგი სპექტაკლია, მსუბუქი სათამაშო, ველდებილია და ძალიან მხიარული და ძალიან მიხარია ეს სპექტაკლი, რო ცოცხლობს და თეატრი რო ცოცხლობს და ჩვენ რო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მაყურებელს ვასიამოვნოთ. სპექტაკლი აც გადაცულმა რეჟისორმა შოთა ბაბილოძემ დადგა, რომელიც მისი ბოლო ნამუშევარია. ახლა კი სპორტის თემა. ოზურგეთის საფეხბურთო კლუბმა მერცხალმა კიდევ ერთი მარცხი გუშინ თერჯოლაში განიცადა. მერცხალი, რომელიც 2 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა, პირველი წრის ბოლო შეხვედრას საკუთარ მოედანზე მარნეულის ალგეთთან გამართავს. კლუბის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული თამაშის შემდეგ კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. მატჩი მერცხალსა და ალგეთს შორის 28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ ტურს ფრენბურთში ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრი უმასპინძლებს. ამჯერად მასში 8 გუნდი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსდან ჩაერთვება. მეუფე იოსების ლოცვა კურთხევითა და ფრენბურთის ფედერაციის ეგიდით ჩემპიონატის პირველი ტური ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრში 24 რიცხვში დასრულდება. რეგიონში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ტრადიციულად ჩემი კოლეგა ნათია მუქერია წარმოგიდგენდა. მესალმები ჩვენს მაყურებელს რეგიონში მოსალოდნელი ყოველდღიური ამინდის პროგნოზით სამწუხაროა რომ დღეს საქართველოში დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით დაფიქსირდა ძლიერი ქარი, რამაც არალი მიაყენა არაერთ ოჯახს, თუმცა დღეს ღამით ასევე იქნება ძლიერი ქარი, კონკრეტულად ოზურგეთში მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 13 გრადუსი, ხვალიდან კი სინოპტიკოსები რეგიონის მასშტაბით ვარაუდობენ შედარებით კარგ ამინდებს, მოიმატებს ტემპერატურაც, ხვალისთვის ოზურგეთში დაფიქსირდება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც იქნება 23 გრადუსი, მინიმალური კი დაფიქსირდება 16 გრადუსი და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში დღეს ღამით, როგორც გითხარით, იქნება ძლიერი ქარი, ტემპერატურა დაფიქსირდება 12 გრადუსი, ხვალისთვის კი დაფიქსირდება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დღეღამის განმავლობაში ჰერის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა კი იქნება 11-22 გრადუსი და იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჩოხატაურში დღეს მინიმალური ტემპერატურა და დაფიქსირდება 11 გრადუსი, იქროლებს ასევე ძლიერი ქარი და ხვალისთვის ნავარაუდები არის უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თუმცა ნალექი არ არის მოსალოდნელი, ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 19 გრადუსი, ხოლო მინიმალური კი იქნება 13 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. მე ამით დაგემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის.
ასეთი გახდა თვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისთვის.